ეს ნომერში კიბეები რომ აქვს, მაგრამ ვღადავ ეს ჩამოვიდე დამჭდე ხა რაღაც უნდა გეჭორავოთ. ეხლა რა გამახსენდა იცით შაშანაც რო ვიყავი დოჰაში ჩამოსული მაშინ თავდე ვიდეო ოქროს მეჩეთზე რომ ანუ მეჩეთი არის ოქროს ფირფიტებით დაფარული თავ ნაამჯერო და რაღაც მივედი მე ეს კუბიკები 1-2 მოვჭიჭქნე მართლა ოქროა ეს ხე თქო და ესე იგი ხო შემომივარდა ეს რა ქვია ქართველი მუსულმანი მოსახლეობა ხო უცხოელს გაიგებდა და ვაიმე შენ მეჩეთსაც თქვი ოხერიმ ჩამდეს უბოში მიწაში აღარა მომიღეს მოკლედ და ეს რა ქვია ზოგადად სუამობ რა ფანატიზმი ნებისმიერ თემაში არის დამღუპველი ნუ ანუ რაღაც მოვჭიჭქნე და იმაზე ვთქვი ხო რომ ეს კუბიკზე ეს ოქრო თქვა თუ მე შენ მეჩეთს მიაყენე შეურაცხყოფა მე ადრე კიდე იყო ხა ქრისტიანებსაც უნდა გადავწყვეტ მარტო იმათ კი არ ვართ რომ ზოგადად ფანატიკოსებს ცეცინოს ვიდეო დავდე ადრე, ნუ ეს ცოტა ძველი ვიდეოა, შეიძლება არ გახსოვთ. ეს მაგას რომ პარსავ ხო ქსელაზე უკეთებ ხოლმე ვადუნებ და ჩემ ქვარს მოყავს და ეს იმაზე კლავზე ყავს გადაწყვეტილი დიძენ დარეტიანებული და ვაიმე ვიცინი ვარ როგორ არის გადაკიდებული ჩარივით მეთქი და აქ ქრისტიანი მრევლი მომდგა ჯვარივით გაიგეს და ვაიმე როგორ აყენებ ქართულებზე იმას აქვია რელიგიურ სიმბოლიკას, რა ქვია შეურაცხყოფას და სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრე. აი თქვენ ხართ ფარისევლები. ხა წარმოგიდგენთ რეალურად მართლა ამდენი მორწმუნე ადამიანი რო არსებობს. ქუჩაში ამდენი მშიერი ძაღლი თქვენ დააფეთქებულებო ერთ ლუკმას არ გადაუგდებთ რამდენი გაჭირვებული ადამიანია რეალურად რომ მართლა ყველა იცავდეთ იმ ქრისტეს თუ ალაჰის მცნებებს ამდენი მშიერი ცხოველი და მშიერი ადამიანი არ იქნებოდა ქუჩაში ასე რომ ტრაკები მიაყენეთ აი თქვენ გაუბედურებულ ფარისეულ პიროვნებებს მიხედეთ თუმცა რა ეს პიროვნებები თქვენ ხართ კაცო